მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ხართ? დიდი ხანია დაკარგული ვიყავი, რა თქმა უნდა, ესეთი არის თქვენი ამალიკო. ხან ჩდება, ხან ქრება, მაგრამ ჩემს YouTube არხზე ვარ ძალიან აქტიური. აქ თუ არ გამოვდივარ, იქ ხშირად ვარ. რატომ მოვედი? მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც დავტესტე. უკვე დაახლოებით 3 კვირა იქნება ალბათ, შეიძლება ცოტაც. რაც მაქვს ნაყიდი, რაც დავტესტე და რითაც ვარ ძალიან კმაყოფილი. ამიტომ მოვედი ახლა, რომ თქვენს გაგიზიაროთ და თქვენს რო შეიძინოთ და იყოთ ბედნიერები. წარმოიდგინეთ, როგორ მაგარ პროდუქტს ახლა გაგიზიარებთ. ძალიან მაგარს, იმიტომ რომ ყველა გოგოს პრობლემა არის ეს. აი, ყველასი, ალბათ 99% გოგოს პრობლემა არის ეს. და მეც წლებია ვეძებდი ამ გზას, ვერ პოულობდი, მაგრამ ვიპოვე. და რაც ახლა გაგიზიარებთ. რა თქმა უნდა, იცით რომ Greenways კომპანიაში თანამშრომლობ, უბრალოდ არ ვარ აქტიური, ესე ვთქვათ, მყავს ჩემი მომხმარებლები, ვინც ესე ვთქვათ, ყიდულობენ, ხშირად არ ვდებ რეკლამებს, ყიდულობ ნივთს, შემდეგ ვტესტავ და შემდეგ გამოვდივარ და გიზიარებთ ჩემო ლამაზებო და ჩემო თბილებო. ამიტომ ეხლა დღეს მოვედი, დავიბანე, ეხლა მაქვს ცველი, მე ფენით არ ვიშრობთ მას და ერთადერთი ჩემი პრობლემა არის ის, რომ ძალიან განვიცდი, როდესაც თმა მცვივა და ალბათ ნებისმიერი გოგოსთვის, ქალისთვის და თუნდაც მამაკაცებისთვისაც არის ძალიან კარგი. მეორე მშობიარობის შემდგომ, ესე ვთქვათ, ცვენა არ მქონია ძალიან. მაგრამ წელწადი და 4 თვის მერე დამეწყო ხშირი ცვენა. რისგანაც დისკომფორტს განვიცდიდი, აი, რომ დავდიოდით, მე მცვიოდა სამზარეულოში, ჩვენ საძინებელში, თუნდაც სამსახურში, სამსახურის ადგილას, სადაც ვიჯექი. აი, ესე ჩამოვწევდით მას და აი, აქ დაახლოებით 10 ღერო თმა მცვიოდა თან გრძელი თმები. იმდენად ცუდად გრძნობდი თავს, რომ აი ამის გამო ცოტა არ იყოს დეპრესიაში ჩავარდი და ბოლოსაც ერთ-ერთ კომპანიას ბაკურიანში როდესაც ცხოვრობდი, იქ ვიყენებდი ერთ-ერთ შამპუნს, რომელიც ისე თუ ასე მომწონდა. თმები ძალიან არ მცვიოდა და თან იქ რადგანაც სულ სხვა ჰაერია და სულ სხვა წყალია, ვფიქრობ, რომ მეტად კარგი შედეგი გამოიღო იქ იმ შამპუნმა. აქაც გადავწყვიტე ბათუმში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, შემეძინა მაგგვე კომპანიაში შამპუნი და ჰქონდათ ახალი ხაზი ცვენის საწინააღმდეგოდ. მივწერე ამ კომპანიას და მითხრა რომ გვაქვს ცვენის საწინააღმდეგო, ძალიან კარგი მომხმარებლები ყავთო, კარგ შეფასებებს ტოვებენ, მაგრამ ვერ გეტყვითო ცვენა შეგიწყდებათ, ან რამდენ ხანში შეგიწყდებათ და ასე შემდეგ. აი ამ სიტყვების შემდეგ დავეჭოდი, ანუ 100 ლარი უნდა გადამეხადა და იმაზე უნდა მეფიქრათ, თმა შემიწყდებოდა თუ ისე კიდევ ესე ვთქვათ ცვენა გამიგრძელდებოდა. ეს იყო ჩემთვის ესე ვთქვათ სერიოზული კითხვა. ჩემ თავს დავუსვი, ვიყიდო თუ არა. და საბედნიეროდ მე მაშინაც რა თქმა უნდა თანამშრომლობდი Greenways-ში, მაგრამ უფრო მეტად დალაგების ესე ტილოები და ესე მისტიკების და რაღაცების ესე ვთქვათ ვხმარობდი რა, დალაგებას რაც შეეხება. მაგრამ თავის მოვლის საშუალებების ხაზიც თუ ქონდა, ესე კარგად არ ვიცოდი. და ვიკითხე ჩემს მენტორთან, მკითხე, კიო, ძალიან კარგი შამპუნი გვაქვს, კონდიციონერი გვაქვს და ნიღაბიცო. და ახლა სასაცილო ისტორიასაც მოგიყვებით, რადგანაც იმ დანარჩენი მოგიყევით, რომ თან ისეთ პროდუქტს თავაზობთ, რომ უნდა შეიძინოთ ნებისმიერ ადამიანმა და უნდა გქონდეთ, ამიტომ ცოტა გრძელი, ესე ვთქვათ, საუბარი მექნება. ხო და ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ მამაკაცების შამპუნი არის, უბრალოდ საპონის ესეთი ჩასადებია და კონდიციონერიც მაგდაგვარი. მეც წავედი, არ მიკითხავს მე მშრალ თმაზე გადის თუ ცხიმიან თმაზე. მეც ესე ვთქვათ, გამოვიწერე ეს შამპუნი და ეს კონდიციონერი და ჩვეულებრივ სარგებლობ. მაგრამ ამ სარგებლობაში შედეგს ვერ პოულობ, ანუ თმა აშკარად ბევრი მცვივა. აქ დაგირთავთ ფოტოს. აშკარად ბევრი მცვივა. თან როდესაც დავიბანე, ვხედავ, რომ ქერტლი მაქვს.
ანუ კი მქონდა რაღაც დონეზე ქერტლი, მაგრამ ამდენი არა, თან მეკავება თავი. რაღაც დავეჭოდი, თმა ისევ მცვივა, მაგრამ თმა მეტი ხარისხიანი გამიხდა, მეტად რბილი გამიხდა და უხეშობისკენ აღარ იყო მიდრეკილი. ამიტომ დავეჭოდი და ტრენინგი როდესაც ვქონდა, ჩემ იქ მენეჯერს, ვინც ესე ვთქვათ, ტრენინგს ატარებს, ვკითხე, მეთქი არ ვარ კმაყოფილი, მეთქი ესე შევიძინე მეთქი და თმა მცვივა მეთქი, როგორ მოვიქცე და შენო როგორი ტიპის თმა გააქვსო და მეუთხარი მშრალი თმაზე ეგ არ მიდისო, ეგ არის ცხიმიან თმაზეო. მშრალ თმაზე უნდა იყიდო მანგოს, ესე ვთქვათ, შამპუნი და კონდიციონერი. ვაიმე, ჩემო მეგობრებო, რა დამემართა არიცით თქვენ. ხო და რა თქმა უნდა, ჩემ მეუღლეს აქ ცხიმიანი თმა, ჩემ მეუღლეს სარგებლობს ძალიან კმაყოფილია, მაგრამ მე იმ წასვე გამოვიწერე ისევ ის მანგოს შამპუნი, კონდიციონერი და რა თქმა უნდა, ეს ნიღაბი. ეს არის მაგიური ნიღაბი, ჩემ მეგობრებო, დამიჯერეთ. არ გატყულებთ, მე ისეთი აუდიტორია მყავს, მე წლებია უკვე მყავს მაყურებელი და რომელსაც მე არაზროს არ ვატყულებ და მით უმეტეს ესეთ პროდუქტს არ შევთავაზებ, აი ესე ვთქვათ, ტყვილით. მე სიმართლე გითხრათ, ეხლა თქვენ რო გამოიწერთ რაღაც, მე ბევრ რაღაცა არც მერიცხება და არც დიდი ხელფასები მაქვს იმისთვის, რომ მე მოგატყულო თქვენ, მე არ მიიღებს. ამიტომ გეუბნებით, რომ სასწაულად მაგარი პროდუქტია, რასაც თავაზობთ, აი ამხელა დამრჩა, ამხელა იყო. აი ამხელა დამრჩა. გავაგრძელებ ეხლა და თან მოусმინეთ ჩემს ისტორიას, თან ფოტოებს დაგირთავთ, რამდენად მომცვიოდა და რამდენი მცვივა. ხო და ესე ხო მას თქვენი მოვიტანე სახში და ეგრევე იმ დღესვე დავიბანე. ეს როგორ იხსნება, იცით? გახსნის წესი. 3 სუფრის კოვზი ვიღებთ, სანამ გავხსნით, აუცილებლად, ესე რომ გავხსნით, უნდა ავიღოთ რამე ნემსივით, ჩავარჭოთ, რომ ამას რო ამოიღებთ, შიგნიდან ამოირქვევა და მთლიანად ნახევარი გადაგეყრებათ. ამიტომ ასე რო არ მოგივიდეთ, ნემსით ესე ჩაარჭვეთ და მერე გადმოხიეთ. მოვედი, ეს ნიღაბი ესე, 3 სუფრის კოვზი, ეს ნიღაბი ჩავყარე სათავსოში და ცხელი თბილი ესეთი წყალი კარგად ავურიე, სმეტანისებური მასად გადაიქცა, წავედი თმა მთლიანად დავისველე, შემდეგ ეს ავიღე, კარგად ძირებში ესე შევიზილე და რაც დარჩა მთლიან თავზე ესე ვთქვათ, გადავიტანე და ავიწიე თმა და ესე ვთქვათ, უნდა დაიტოვო 15 წუთი, მაგრამ მისგანაც ვიწერდი, იმან მითხრა, რომ უმჯობესია რომ 30 წუთი დაიტოვო. და ასევე ცელოფანი გადაიკარიო რა და ესეც გავაკეთე. ეხლა 15 წუთს ვიტოვებ, მაგრამ მაშინ 30 წუთი დავიტოვე. დავიტოვე ეხლა 30 წუთი, შევედი აბაზანიში, დავიბანე, ცოტა რთულად დავიბანე, იმიტომ რომ ცოტა ისეთი სითხია, რომ რაღაცნაირად, ანუ რთულად იყო ჩემთვის დასაბანი. შემდეგ შამპუნიც, ესე ვთქვათ, მანგოს შამპუნით ვისარგებლე. ბევრი თმა ჩამომიცვინდა, კონდიციონერით რო ვისარგებლე, ძალიან ბევრი თმა ჩამომიცვინდა. გრძელი ვიდეო გამომივა, მაგრამ მე არასდროს არ გამომდის მოკლე ვიდეო ჩემო მეგობრებო და იმედი არ მოგბეზრდებათ ამის მოსმენა. ხო და პირველ ჯერზე რა თქმა უნდა, კონდიციონერით რო ვისარგებლე, ძალიან ბევრი თმა ჩამომიცვინდა. მეორე ჯერაც ვისარგებლე, ძალიან ბევრი თმა ჩამომიცვინდა, მაგრამ ეს ნიღაბი ვხედავ რომ უკვე მომწონს შედეგი. ძალიან ესე ვთქვათ, სრიალა არის თმა და ანუ დაბანისტრო კი ჩამომიცვიდა კონდიციონერის ხმარებისას, მაგრამ როდესაც ესე ვთქვათ, მშრალი იყო თმა უკვე და ვივარცხნიდი, მაშინ ცოტა მცვიოდა, არ მცვიოდა ისე ბევრი, როგორც უწინ. უკვე კმაყოფილი ვიყავი. მესამე ჯერაც რომ გამოვიყენე კონდიციონერის ხმარების დროსაც ძალიან ბევრი მცვიოდა. მეოთხე ჯერაც და აი მეხუთე ჯერ რომ გამოვიყენე, ჩემი შოკი იყო, ჩემო მეგობრებო, შოკი. ვიყენებ ამ ესე ვთქვათ ნიღაბს და წავედი ხა თამა უნდა დავიბანო, შამპუნი წავისვი და ხედავ რომ შამპუნიდან როდესაც ვისვი, ცოტა თმა მცვივა ძალიან. არა და შამპუნის დროსაც მცვიოდა საკმაოდ. ну ძალიან რაღაცნაირად გამიხარდა. შემდეგ კონდიციონერი, ანუ კონდიციონერზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ყოველთვის როდესაც ხმარობდი ხოლმე კონდიციონერს ნიღაბს თმის, ხო, 5 წუთს რო იტოვებ, სულ მცვიოდა ძალიან ბევრი. მე მითხრეს, რომ დაზიანებული თმა, რომელიც არის კონდიციონერის ხმარების დროს, ყველა მცვივაო. ეგ ისედაც ჩამოგიცვივდებოდა, მაინც რომ დაგევარცხნაო მშრალ თმარზეო. ეს კი მესმოდა, მაგრამ ძალიან ბევრი თმა რომ მცვიოდა, ის არ მესმოდა.
ხო და კონდიციონერის დროსაც გამოყენებისას მეხუთე ჯერ ხედავ რომ თმა იმაზე ნაკლებია ვიდრე იყო და უკვე ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე ხვდები რომ ეს ნიღაბი ძალიან მაგარია, ძალიან მაგრად მომწონს და მეექვსე ჯერ სარგებლობ ჩემო თბილო მეგობრებო და ჩემო საუკეთესოებო მეექვსე ჯერ ვხმარობ და ნიღაბს რაც წავისევი და იმასაც რომ ესე ვთქვათ ვიბან ჯერ იმას ვიბან რაც არის ხო და მე ვისმევდი საერთოდ თმა არ მცვიოდა პირიქით მეტი რბილი გამიხტა თმა შამპუნი რო წავისვი საერთოდ არ მქონდა შამპუნის დროს თმის ცვენა და კონდიციონერი რო წავისვი აი განახებთ ფოტოს რამდენი ჩამომიცვივდა არ ვამბობ რომ არ მცვივა საერთოდ რა თქმა უნდა ტყუილის ხო გითხარით მე არ მიყვარს ტყუილის ხმა და არც ახლა არ გეტყვით თმას არ ვამბობ რომ მცვივა, მაგრამ ძალიან ცოტა. რითაც ვარ ძალიან ბედნიერებით ჩემო თბილო მეგობრებო, დამიჯერეთ. ისეთი კარგი პროდუქტია. ყველა დამლოცავთ, მადლობას გადამიხდით და მოხვალთ და ამ ვიდეოს ქვეშ დამიწერთ კომენტარს. მადლობებით. იმიტომ რომ ძალიან კარგი პროდუქტია მართლა. და შამპუნი ღირს 15 წილად და ეკონომიურია, რო შეხედავთ პატარა არის, მაგრამ ეკონომიურია დაახლოებით 2-დან 3 თვემდე გეყოფათ. კონდიციონერიც იგივენაირად. ეხლა კონდიციონერი შეიძლება მეტი ხანს გეყოთ რა. შეიძლება მეტი ხანსაც გეყოთ. შამპუნი უბრალოდ მე რო ეს 3-4 დაბანავდე, ხშირად ხმარობდი ამ შამპუნს და ცოტა დამელია. შეიძლება თქვენთვის მოკლედ ვისაც აქვს, შეიძლება მეტი ხანს გეყოთ. ამიტომ, ჩემო თბილო მეგობრებო, ძალიან მაგარ პროდუქტს თავაზობთ. ძალიან. ყველაზე მაგარი პროდუქტი არ მენახოს, მე არ ვიცი. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მადლობელი ვარ, რომ მე მართლა Greenway-ში თანამშრომლობ და ესეთი ჯანსაღი და ესეთი ნატურალური პროდუქტებს ყიდიან და თავაზობენ ადამიანებს, ხო, ვერ წარმოიდგენთ. დალაგების საშუალებებზე ხო ვაფშე არ ვიცი, ძალიან მომწონს და ერთი ტილოთი რო ყველაფერს გადავწმინდა და არანაირი ხსნარი ამჭირდება, ეს შამპუნიც ორიგინალურია, რა ვიცი, ბევრი კარგი დადებითი თვისება შემიძლია ვთქვა, თან ნატურალურია. ამიტომ ჩემო თბილო მეგობრებო, მართლა გეუბნებ, შეიძინეთ უბრალოდ 41 ლარი ღირს ეს ნიღაბი. ფასდაკლებებიც იყო 50%-იანი ძალიან კარგი, მაგრამ მაშინ რო არ ვიყავი დარწმუნებული, ამიტომ არ გამოვედი და არ შემოგთავაზეთ. რო არ ვიცოდი შედეგი როგორი იყო, მე კი მეუბნებოდი რომ ძალიან კარგია, მაგრამ მე სანამ არ გამოვცადე, მანამდე მე ვერ გამოვედი თქვენთან ჩამოთბილებო და ვერ გითხარით. ამიტომ გეუბნებით. 41 ლარი ხო? ეხლა თუნდაც უაქციოთ რომ იყიდოთ. თქვენ არაფერს არ კარგავთ. დარწმუნებული ვარ, მილიონი შამპუნი გაქვთ. ნაყიდი 10 ლარიანიც უნდა 7 ლარიანიც, 15-იანიც, 20-იანიც, 40-იანიც კი გაგიხტათ მაგდენი. იმაზე მეტიც. ამიტომ ემას რო შეიძენთ, შედეგიც ეგრევე გექნებათ. იქნებით ბედნიერი. თან ეს რას აკეთებს, იცი? გიჯანსაღებს მას და სწრაფად ზრდის შენ თმას. გეფიცებით. სწრაფად ზრდის. აი თუნდაც რო გაგიზრდის თმას, ხო, ის ბუსუსები კი არ გამოგიჩნდება. ასე კი არ იქნება შტილი და ძალიან გიწყნარებს რა თმას, ყველანაირად მომწონს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ვიპოვე. ამიტომ ჩემოთბილობო, თუ გადაწყვეთ შეძენას. მომწერეთ აქ კომენტარში, მინდა შეძენა. მე დაგეხმარებით, ყველანაირად შეგაძენინებთ, გამოგიგზავნით, სადაც ხართ თქვენ. საკურიერო მომსახურებაც არ ვიცი, ბათუმში 4 ლარი ღირს, თბილისში 5 ლარი ღირს, რეგიონებში 7-8 ლარამდე ესე ტრიალებს რა. გეტყვით ყველაფერს დეტალურად, მოგიყვებით ჩემოთბილებო. და დარწმუნებული ვარ. აი 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უდიდეს მადლობას გადამიხდით. აი ხო ვიცი და აი გეუბნებით. ნახეთ, ჩემი ულამაზესი დღეს ყველამ ერთად მოვთეთ ეს ლამაზი ნაძვის ხე. ეხლა რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ხელი მეტად არის გარეული, იმიტომ რომ რაღაცები გააკეთა, მაგრამ 4-ვე მოვთეთ ეს ნაძვის ხე და აი ესეთი ლამაზი ვიდეო მოგიწყოთ ჩემო თბილებო. ამიტომ ყველას გირჩევთ, შეიძინეთ ეს პროდუქტი და მადლობას გადამიხდით. ნუ სამივე უნდა შეიძინოთ რა, შამპუნიც, კონდიციონერიც და ეს. ნუ კი გამოდის ჯამში სადღაც 70 ლარამდე, მაგრამ გიღირთ. ყველას გიღირთ ჩემო თბილებო. მერწმუნეთ. აქ კი დაგემშვიდობებით, ჩემო თბილებო და ლამაზებო. შემდეგ, რა ვიცი, ვიდეომდე. ნახვამდის. გემშვიდობებოდ თქვენი საყვარელი ამალიკო. ნახვამდის.